ახალი წლის აღსანიშნავად და მოსალოდნელად დღეს ჩვენთან სტუდიაში მოვიწვიეთ გაერთიანებული ემირატების სპეციალური და განსაკუთრებული ელჩი საქართველოში და მისი მეუღლე რა თქმა უნდა ისიც საქართველოში გისმენთ ალბალ ულდუმ ალმეისხან ბალგანდუ ელ ცოლ თუნთულა იგი ამბობს რომ მისი სახელია ალმეისხანი ხოლო მის ცოლს ქვია თუნთულა ძალიან სასიამოვნოა ლევანი ბეჭიქდა გიჟე ბატონი ელჩი ამბობს რომ მის ქვეყანაში ესე არ ეცნობიან ერთმანეთს აბა როგორ ეცნობიან Salam alaikum, amalaikum, salaya. Salam alaikum, salama. Საღოლ. რა შეუძლია ძმობას ხალხთა შორის. ბატონო ალმასხან, რა სიტყვით საქართველოზე? გერჯესთან, აი მარში გასლა. იგი ამბობს რომ მას ძალიან მოსწონს საქართველო. ძალიან კარგი. ალ ელ ცოლთუნთულა ბეჭიქდა ბილერგემ დაწაღოლო. მაგრამ მას არ მოსწონს ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში დამზადებული პრეზერვატივები. რატომ? სალიმ აბლა მაჰამედ ვეცა ამალ ჯაჯაჯაჯა. იმიტომ რომ ეს პრეზერვატივები ხშირად ხმარებისას იხევა. მე მინდა დავამატო რომ არა მარტო იხევა, არამედ იღუნება კიდეც. ბატონო ალმასხან, თუნთულა ხო არ იტყო და ორიოდე სიტყვას მინდა მოგახსენოთ რომ ქალბატონ თუნთულას აცვიათ გაუმტარი ჩადრი და ამიტომ მისი ხმა არის მის კარგად სტუდიაში. იქნებ მე შევუყო ხელი და დავეხმარო მას. კარდაშ. ბატონი ელჩი ამბობს რომ იგი გაუგზავნის საპროტესტო ნოტას საქართველოს მთავრობას. აი, გაუგზავნა კიდეც მან ნოტა დო. კარგით, ბატონო ალმასხან, მე რამდენადაც ვიცი თქვენ დღეს სტუდიაში ხელსარიელი არ მოსულხართ. თხოვთ. სალიმ აბლა მაჰამედ ვეცა ამალ ჯაჯაჯა. ბატონი ელჩი ამბობს რომ მან საქართველოს გამოუყო დახმარების სახით ნავთობი. ბილერგილეს თემატმა ბირთმა. და დიდი სურვილი აქვს ეხლავე გადმოგცეთ თქვენ ეს ნავთობი. ძალიან სასიამოვნოა. დიახ, ძალიან ნუყიერი საჩუქარია ბატონო ალმასხან, მადლობთ. დღეს დღევანდელ საქართველოს ალბათ იმედია გამოადგება. ეს თქვენ მზადდებით. გმადლობთ. და აი უკვე საწოვი ადრესაც მიუვიდა. მე კი ჩემს მხრივ მინდა საპროტესტო ნოტა გაუგზავნო გაერთიანებული ემირატების მთავრობას. რე მი ფა სოლ ლა სი ეთერშია პასიენსი. დიახ, თვითფასო ტელემაყურებლებო, დღეს ჩვენი ტელეკომპანია 1 წლის გახდა. რა მოასწავლეთ ჩვენ ამ 1 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი დიახ და იმდენად პოპულარული გახდა ჩვენი გადაცემა, რომ არ დაგიმალავთ და მცდელობა იყო ჩემი მკვლელობისა უამრავი თვითფასო ტელემაყურებლებო. მე მაქვს თან ფაქტები მოდალინ სტუდიაში. აი ახლა მაგალითად ამასიანად ბორჯომის მაგირად მე შემომაპარეს დარიშხანი, ვაპირებდით შეულებრის სამეფო დალევას და ვასხი მინდოდა დამილია, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო არ დავლია და აი ესე სასწაულებრივად გადავრჩი. გამარჯობათ ბატონო ლევან, გამარჯობათ. გილოცავთ ახალ წელს. გილოცავთ ახალ წელს. ეს ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის ერთ-ერთი წევრია და სანამ მასთან გავისაუბრებდეთ, მე მინდა ეს თემა დავასრულო. მეცაც გეტყვით თვითფასო ტელემაყურებლებო, იყო ცდა ჩემი მკვლელობისა მეორეჯერაც. ამჯერად ისე გადავხედენ, რომ ამჯერად ისე გადავხედენ, რომ დანაღმეს ჩემი ავტომობილი, მაგრამ იმ დღეს მე არ გავედი სახლიდან ავტომობილით და აესე მეორეჯერ სასწაულებრივად გადავრჩი. გამარჯობათ ბატონო ლევან, გამარჯობათ. გამარჯობათ თვითფასო ტელემაყურებლებო. გილოცავთ აგრეთვე თქვენს. ყველას დაისწარით. ეს ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის მეორე წელია. გთხოვთ სამ გავისაუბრებოდი, მე ჩემას დავამთავრებ. დიახ, საქმე იქამდე მივიდა თვითფასო ტელემაყურებლებო, რომ დანაღმეს ჩემი საყვარელი ველოსიპედიც კი. დიახ, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო მე იმ დღეს სახლიდან ველოსიპედით არ გავსულვარ და აი მესამეჯერ აი ესეთ ვითარებაში გადავრჩი. უფრო მეტიც თვითფასო ტელემაყურებლებო დანაღმეს ჩემი საყვარელი უნიტაზი. აი მე განსაკუთრებით მინდა გამარჯობათ. დავბრძანდით. გილოცავთ ახალ წელს. მეც გილოცავ. მრავალს დაესწარით. რას გვეტყვით ახალს ამ ახალ წელს? სიამოვნებით გავუწყებთ ბატონო ლევან. თქვენს და არა მარტო თქვენ. ეს თუთია გიახელით რაჭიდან.
სადაც გავხსენით ახალი დარიშხანის საბადო და გავუწყებთ რომ ჩემ დასაპატივცემულოდ ამ საბადოს ჩემს სახელს დაარქმევენ. ძალიან კარგი, გთხოვთ მე ჩემ ასს დავამთავრებ. დიახ, მაშასე თანახმეს ჩემი საყვარელი უნიტაზი და განსაკუთრებით მინდა შევჩერდე ღრმად შევჩერდე ამ თემაზე თვითონსო ტელემაყურებლებო. და ბოლოს გილოცავთ ახალწელს? მადლობთ მას გილოცავთ. სამშობლო მთებო თქვენი შვილი განემებ თავსა. პატრიციამოლო ტელემაყურებლებო, ღრმა მწუხარებით მინდა გავუთხოთ, რომ სამწუხაროდ ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება ველით თქვენს ამანათებს. შეგახსენოთ, რომ წინ მძიმე ზამთარი გველოდება, გამოაგზავნეთ თბილი წინდები და კაკლის მურაბა. აგრეთვე ველით თქვენს წერილებსაც შეგიძლიათ მოათავსოთ 5 ან 25 მაინთიანები. ეს ხელს შეუწყობს საქართველოში ტელესაქმის შემდგომ განვითარებას. დიახ, ველით აგრეთვე თქვენს ტელეგრამებსაც გთხოვთ ჩაეწეროთ ტექსტი. ძალიან მოგწევს გადაცემა პასიანსი, აღფრთოვანებული ვართ თქვენი გადაცემებით. ხო მართლა, ვინც თვალყურს ადევნებს უმაღლესი საბჭო სესიებს, მიხვდებით რომ იქაც პასიანსის ხელი ურევია. დიახ, მე მინდა ჩემი გადაცემა დავამთავრო ერთი ჩემი ლექსით. მაშასე იავნანა, ვარდოვნანა, დაიძინეთო, ვარდოვნანა, იავნანა, გაიღვიძეთო. დიახ, კარგად გრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე.